მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეთნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ ისეთი გაშლა. რა მოულოდნელი ამბავი მოვა თქვენთან. ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს ინფორმაცია და თქვენი გაშლა არის თუ არა. და ნახოთ მე რა მოულოდნელი ამბავი იქნება თქვენთან მიმართებაში. ნახოთ. დღესდღეობით თქვენი ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფებით დღეს თქვენ. თქვენ რაღაც ესე ვიტყოდი, ახალი გამოწვევებისკენ მიდიხართ. აქ შეიძლება ადამიანებმა რაღაც ვთქვათ, სამსახური შეიცვალეს, შესაძლებელია პირად ურთიერთობაში რაღაცა ურთიერთობიდან გასვლა გადაწყვიტეს, შესაძლებელია სწავლა, შეიძლება ვიღაცამ საერთოდ მოინდომა, რომ სხვა ქვეყანაში გადასულიყო, ხო? ეს არის ენერგიები ადამიანის, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო იმის, რომ ყველაფერი უკან მოიტოვოს და ახალი ენერგიებისკენ წავიდეს, ხო? ახალი გამოწვევისკენ მიუხედავად იმისა, ჯერ არ იცის როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, ხო? არ იცის მისთვის ასიკეთო იქნება თუ არა ბოლომდე ეს, ხო? აი ნახეთ, ესე ვიტყოდი, ალბათ რისკზე წავიდა გარისკა, რომ ცვლილებები განეხორციელებინა, რაღაც ცვლილებები გაეკეთებინა თავისი ცხოვრების, ხო? რაღაც გადახალისება. თუნდაც შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტა, რომ თქვათ, თავის მეუღლესთან ერთად ცალკე გავიდეს საცხოვრებლად, მაგრამ ეს ცალკე გასვლა საცხოვრებლად შეიძლება ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ გარისკა, ხო? ანუ რაც იქნება, როგორც იქნება, რაღაცას თავს გავართმოთ, ხო? აი ეს არის ადამიანებისთვის გაშლა, რომელმაც დაიწყო ახალი ეტაპი სიახლეებისკენ, ახალი ინფორმაციებისკენ, ახალი გამოწვევებისკენ ნაბიჯების გაკეთება, ხო? აი მოკლედ ვინც დაიწყეთ ახლა ამ ეტაპზე და ვინც გადაწყვიტეთ უკვე რომ ახალი ენერგიებისკენ მიდიხართ, ну შეიძლება უკვე არ გაგიკეთებიეთ ნაბიჯი, მაგრამ ნახეთ უკვე ჩამოყალიბით იმაში, რომ всё, აი ჩამთავრდეს თვე და მე ვიწყებ ყველაფერს თავიდან, ხო? აი რაღაცა დამთავრდეს კვირა და მე უკვე რაღაცა ცვლილებებისკენ გადავდივარ. აი ეს არის გაშლა იმათთვის, ვინც ცვლილებების მდგომარეობაში იმყოფება და აქვს უკვე გადაწყვეტილი, რომ ცვლილებები შეიტანოს თავის პირად კარიერულ საცხოვრებელ თუ არა აქვს მნიშვნელობა თავის ცხოვრებაში, ხო? კარგით, ნახოთ აბა რა ინფორმაცია იქნება თქვენთვის. რა ინფორმაციას გაიგებთ ისაც, რაც მნიშვნელოვანია იქ თქვენთვის ამ ეტაპზე, როგორც ჩანს. ნახოთ. რაც შეეხება ინფორმაციას, არის ესეთი, რომ ის მომენტი, როდესაც თქვენ იყავით გაურკვევლობაში, არ იცოდით რა ნაბიჯი გაგეკეთებინათ, ძალიან კარგი და სწორი არჩევანია ეხლა გაკეთებული იმასთან მიმართებაში, რომ რაღაცნაირად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ინფორმაცია არის ის, რომ თქვენ თუ კი ჯერ კიდევ მაინც სადღაც შიშები გაქვთ, ხომ? ჩათვალეთ, რომ ეს შიშები უბრალოდ თქვენი ქვეცნობიერიდან არის და რეალურად სამყარო გეუბნებათ, რომ ნაბიჯები, რომელიც გააკეთეთ, არის ძალიან სწორი. ამ ნაბიჯებისთვის ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიპოვეთ, ხო? მოიძიეთ. ამ ნაბიჯებისთვის თქვენ ძალიან დიდხანს ფიქრობდით, დიდხანს აკვირდებოდით მოვლენებს, ხო? ძალიან კარგია, რომ ცივი გონებით უნდა იმოქმედოთ. აი სამყარო გეუბნებათ, რომ თუ კი სადმე კიდე იქნება ის, ნახეთ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმოქმედოთ, მაგრამ სადღაც მაინც გრჩებათ ის მომენტი, რომ ეს რისკი სახიფათო ხომ არ არის თქვენთვის, მაგრამ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენ გონებით და თქვენი
გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეთ, აი ამ გამოცდილებით უნდა იმოქმედოთ წინ, ხო? სამყარო გეუბნებათ, რომ სწორია ის ნაბიჯები, სწორია ის ქმედება, სწორია თქვენი გადაწყვეტილება იმასთან მიმართებაში, რომ გააკეთოთ ცვლილებები. კიდევ ერთხელ გეტყვით, აი თქვენთან მოვა ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაციაც უახლოეს პერიოდში, სადაც ნახეთ გამოგადგება თქვენს მიერ გავლილი გზა, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მოგცათ, ხო? თქვენ გაგეხსნებათ ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაციული მდგომარეობა, რომელსაც თუ დააკვირდებით, ნახეთ, აი როგორი მომენტი არის, გაგეხსნებათ, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება, თქვენი დაკვირვებული თვალით, თქვენი გამჭრიახობით, თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ აქცენტები იმასთან მიმართებაში, რა როგორ ხდება, ხო? რა ხდება თქვენს გარშემო. და აქ კიდევ ესეთი მომენტი არის, თუ თქვენ ფლობთ, ანუ შეიძლება უბრალოდ თქვენ არ ფლობთ, მაგრამ რაიმე სახის რიტუალებსაც მიმართეთ, ან უყურეთ, ან შეუკვეთეთ, ან რაღაცა თქვენ თვითონ დაიწყეთ პრაქტიკები, თუნდაც პრაქტიკები იმით, რომ აი სწორი მიმართულებით ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ, ხო? გეუბნებათ სამყარო ძალიან სწორი გზა აირჩიეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაგესრულებინათ და სწორი გზით მიდიხართ. აშკარად თქვენ სამყარო კარგ და საინტერესო ინფორმაციებს გაწვით. კარგით, კონკრეტული ინფორმაცია, რაც გაიხსნება თქვენს წინ რა არის. კონკრეტული ინფორმაცია, რაც გაიხსნება თქვენს წინ რა არის. თქვენს წინ ყველაზე ასეთი ამ პერიოდში გაიხსნება ის ინფორმაცია, რასაც ქვია უფრო პირადთან დაკავშირებით, ხო? აქ თუ თქვენ გქონდათ რაღაცა ესეთი გაურკვეველი სიტუაციები, ეს გაურკვეველი სიტუაციები, ესე ვიტყოდი, დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი ეტაპი, ვიღაცასთან შეიძლება არსებული ურთიერთობის მდგომარეობა დაალაგდეს და გამოისახოს, ვიღაცასთან შეიძლება ახალი ადამიანი შემოვიდეს, ხო, ეს საჯაროა კაშლა და აქედან გამომდინარე, რა გაიხსნება თქვენს წინაშე? გაიხსნება ის ენერგიები და ის მდგომარეობა, რასაც თქვათ, რისთვისაც იბრძოდით, ხო, რისთვისაც გინდოდათ, რომ მიგეხციეთ. ძალიან კარგ ბალანსში მოხვალთ თქვენ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში განსაკუთრებით. თქვენ შეძლებთ დააღწიოთ რაღაცა კონკრეტულ, თუ თქვენ პირად სივრცეში არის ისეთი მომენტი, რომ ნახეთ, გითხარით, ადამიანები გავიდნენ ურთიერთობა, გახვედით ურთიერთობიდან, მაგრამ ვერ შეძელით ბოლომდე ჩახსნა, ხო, რაღაცნაირად ამ ურთიერთობის მომენტების მდგომარეობასაც ბოლომდე ჩახსნით, ხო, და თქვენ ცხოვრებაში რაღაც ახალი ენერგიები შემოდის. ინფორმაციები, რომელიც გაიხსნება, ეს იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იმ განხრით, რომ თქვენ შეძლებთ უკვე თქვენი პრიორიტეტების და თქვენი მეს დაცვას. შეძლებთ სწორად გაიაროთ არსებული გზები, ხო? რომელიც, თქვათ, მომავალში გაქვთ, ხო? იმ გზებზე, რომელიც უნდა შეცვალოთ და რომელიც უნდა წახვიდეთ. რა გაიხსნება თქვენთან? თქვენი მიზნებისთვის მიმავალი გზა გაიხსნება. ნახეთ, თქვენი ოცნებებისკენ მიმავალი გზა გაიხსნება. თქვენი გაანალიზების აი ის გზა, რომელიცაც დაბრკოლებები ქონდა, ხო, ყველა ის გზა გაიხსნება, რომელშიც გქონდათ შეფერხებები, ხო? იმიტომ რომ თქვენ უკვე მოგეცათ საშუალება, რომ კარგად დაამუშაოთ ყველა ინფორმაცია. თქვენ მოგეცათ საშუალება იმის, რომ თქვენი გამოცდილებით და თქვენი დაკვირვებით და თქვენი გონივროლობით გახსნათ ყველა ის დაბრკოლება, რაც გაქვთ. თქვენ
გაგეხსნებათ ფინანსური რესურსისთვის გზები, რომელიც ძალიან თქვათ საჭირო არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ხო? რომელიც მნიშვნელოვანი არის. არა მარტო ფინანსური, არამედ თქვენ იგრძნობთ თავს კიდევ უფრო მეტად საჭირო ადამიანად, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვან ადამიანად. თქვენ შეძლებთ და გაგეხსნებათ ის ინფორმაციები, რომელიც მოგცემთ საშუალებას საკუთარ თავთან იმდენად კარგად იმუშაოთ და იმდენად სწორი მიმართულებით იმუშაოთ, რომ მიაღწიეთ ნებისმიერ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ მდგომარეობას. გნებავთ პირადი ურთიერთობების დალაგება, თქვენ უკვე იმხელა გამოცდილება გაქვთ მიღებული, რომ სამყარო დაგეხმარებათ, რომ აი ეს პირადი ურთიერთობების თქვენივე გამოცდილებით სწორი მიმართულებით წაიყვანოთ შემდეგი. გჭირდებათ კარიერული და ფინანსური კუთხით თქვენ უკვე იმდენად გამოცდილება გაქვთ და იმდენად სწორად ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ რომ დაიცვათ, თქვენ, ანუ თუნდაც დააფასოთ თქვენი შრომა, ხო, ხართ პროფესიონალი, ვერ გაფასებენ და არ გაფასებენ სამსახურში, მაგრამ თქვენ მიხვდეთ, ანუ მიხვალთ იმ მდგომარეობამდე, რომ მოდი არავის ან მუშაობა არ მინდა მე ჩემი ძლია შევქმნა ხო ანუ რაღაცნაირად თითქოს სამყარო გაგიხსნით იმ ინფორმაციებს რაც თქვენ მოგცემთ იმ მიზნებისკენ და იმ სურვილების ასრულებას რომელიც არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხო იმიტომ რაღაცა თავიდან ისე წავიდა თითქოს რისკის აკეთებთ მაგრამ აი ეს რისკი იქნება თქვენთვის ძალიან ღირებული, წარმატებული რისკიც იქნება და შეძლებთ. თავარი ერთადერთი არის, რომ თქვენ სადაც გექნებათ ის მომენტი, რომ სწორად მოვიქეცით თუ არა, იმიტომ რომ ყველა რისკს მოყვება რაღაცა პატარ-პატარა ჩავარდნები, აი მაშინ არ მოხდეს ის მომენტი, რომ აი ხლა რა გავაკეთო და საით წავიდე და უკან ხო არ დაუბრუნდე. არა, თქვენ უნდა იაროთ წინ, იმიტომ რომ თქვენ გამოცდილებები გაქვთ უკვე თქვენ დააგროვეთ ის ცოდნაც გამოცდილებაც გაზარდეთ საკუთარი თავით ესე რა ვთქვათ. ნახეთ, გაზარდეთ საკუთარი თავით არის ის მომენტი, როდესაც გადააფასეთ, დაამუშავეთ, იცით ზუსტად სად როდის რა შეცდომა გაქვთ დაშვებული, იცით ზუსტად რა არის თქვენთვის შემაფერხებელი მდგომარეობა, იცით ზუსტად რა ნაბიჯის მერე რომელი ნაბიჯი უნდა გადადგათ იმისთვის, რომ ყველაფერი დაალაგდეს, ხო? აი ამიტომ სამყარო გეხსნით იმ ინფორმაციებს და გაიგებთ იმ ინფორმაციებს კიდევ უფრო მეტად, რომელიც თქვენი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა არის. კიდე რა ინფორმაციებს გაიგებთ, აბა, ნახოთ სამყაროსგან რა ინფორმაციებს გაიგებთ ამ გზაზე. ამ გზაზე მოდით ესე გეტყვით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს გიშლიდათ, ისინი ჩამოგცილდებიან და ნახეთ რა ინფორმაციებს გაიგებთ. გაიგებთ ინფორმაციებს სამწუხაროდ, ესე ვიტყვი, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება მეგობრებად გვესახებიან, შეიძლება ოჯახის წევრებადაც გვესახებიან, მაგრამ ჩვენთვის ხელი შემშლელი ფაქტორები არიან წინსვლისთვის, ხო, რაღაცა აქტიურობისკენ რომ წავიდეთ, ხო? აქ იქნება რაღაც მომენტებში ის მდგომარეობა, სადაც მოგიწევთ დაასრულოთ მამაკაცთან ურთიერთობაც თქო კონკრეტულად პარტნიორულ ურთიერთობაზე ან ცოტა ხანი გადადოთ გვერდზე პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება ეს მომენტიც გქონდეთ. ნახეთ რა ინფორმაციები გაგეხსნებათ. აქ გაიხსნება ის ინფორმაციები, რომ თქვენს ენერგიებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ, იმისთვის, რომ თქვენი ნაბიჯები გააკეთოთ, სხვა ადამიანების რჩევა იქნება ეს თუ კონკრეტულად რაღაც მოთხოვნა იქნება, აი ეს გაფერხებთ და თქვენ ამოიცნობთ ამ ადამიანებს, თქვენ ამოიცნობთ იმ ადამიანებს, ვინც ახერხებს და ცდილობს, რომ თქვენი ურთიერთობები, თქვენი პირადი სივრცე, თქვენი ფინანსური რესურსი წაიღოს და მოიპაროს, ხო? ანუ წაიღოს და რაღაცნაირად თავისკენ გადაიღოს. აქ გამოჩნდებიან ის
თუ ნახეთ კიდევ რა მომენტი არის აქ თქვენ გაიგებთ კიდევ ისეთ მდგომარეობას აი არ ვიცი რატომ მოვიდა ეს ენერგია მაგრამ თუ აქ პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში ანუ ახლა ყველა საჯაროა ხო გასვლა და ამიტომ ვიძახი რომ პარტნიორულ ურთიერთობის კუთხით გადიხართ ურთიერთობიდან იმიტომ რომ ხლებით დედოფალი ხლების მეფესთან ერთად ამოვიდა და რაღაც რას გაიგებთ ხლების მეფე ამოდის გაიგებთ ამ ადამიანის ტკივილებს თუ თქვენ პარტნიორული ურთიერთობიდან გადიხართ და ხო გაიგებთ როგორ რთული არის და როგორ რთული აღმოჩნდა ამ ადამიანთვის თქვენი დაკარგვა როგორი რთული აღმოჩნდა ის ცხოვრების გაგრძელება რომელსაც უთქვენოდ უნდა გაუძღვეს ხო კიდე რას გაიგებთ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ენერგიები შემოვა ნახეთ კიდე რაც გაიგებთ და დაძლევთ გაიგებთ როგორ დაძლიოთ კიდევ უფრო მეტად შიშების მდგომარეობა და უფრო მეტი გაცნობიერება როგორ შეიტანოთ საკუთარ თავში ხო რა ინფორმაცია გაიხსნება თქვენთვის ინფორმაცია კონკრეტულად როგორ უნდა იმუშაოთ კიდევ საკუთარ თავთან მიმართებაში იმისთვის რომ თქვენ ცხოვრებაში მოიზიდოთ ყველნახეთ მოიზიდოთ ისწავლოთ როგორ მოიზიდოთ თქვენ ცხოვრებაში წარმატება პირადი ურთიერთობაც ფინანსური რესურსიც ხო აქ ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ დადგეს თქვათ გაეცნოს პატარ-პატარა ესეთ ინფორმაციებს რომელიც მისცემს კიდევ მეტ გაანალიზების საშუალებას და უბრალოდ აი მადლიერება ისწავლოს არ ვიცი რატომ მოვიდა ხა ეს მომენტი მაგრამ აქ თითქოს რაღაცა ესეთ მოვიდა რომ ისწავლით კიდევ უფრო მეტად მადლიერებას ყოველი დღის და სამყაროსი რომელიც ყველა თქვენ ნაბიჯზე დაგანახებთ თუ რამდენად სწორ მიმართულება მოგცათ იმისთვის რომ გაგერისკათ. აი ნახეთ თქვენ რისკის მდგომარეობა დაგიფასოთ სამყარომ და მოგცეთ ის ზუსტი ის რესურსი რაც გჭირდებათ და თქვენ ამისთვის მადლიერები გახდეთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნამდვილად სამართლიანად და ნამდვილად ესე სწორი მიმართულებით მოხდება, ხო? გაგეხსნებათ ძალიან ბევრი ისეთი სიტუაცია, რომელიც და ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაგანახებთ რა არის სამართლიანობა. დაგანახებთ რა არის სამყაროსგან სამართლიანობის აღდგენა. აი ესე მოვიდა ეს ინფორმაცია. მე წარმატებებს გისურვებთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვიცი რა არის, როდესაც ყველაფერს ტოვებ და თავიდან იწყებ ყველაფერს და ეს არის ძალიან დიდი, რთული, ძალიან შრომატევადი, მაგრამ ბედნიერება. წარმატებები და ბედნიერება თითოეულ თქვენთანაც.